ჩემს გვერდით არის ომის ვეტერანი დურიკო ბაჟუნაიშვილი, ადამიანი რომელიც ომის ვეტერანია, საქართველოს ტერიტორიულ დაცვას მიიღო ტერიტორიულ დაცვას მიიღო ტრამვა, თვალებიდან სამეცნიერს ვერ იხედება, ხედველობის პრობლემა აქვს და ყურთასმენის პრობლემა აქვს. ეს ადამიანი 4 თაობაა, ნახევარ საუკუნეზე მეტია ფლობს ხალხო. იმ მიწის ნაკვეთს, რომლის მესაკუთრებელ ცნობასაც ვითხოვთ. ქობულეთიდან დაახლოებით 15-20 წუთის სავალზე არის ეს მიწის ნაკვეთი. და 4 თაობაა ფლობს. რესტმა დღეს უარი უთხრა. სამაგიეროდ მაღალ ჩინოსნებს, მაღალ თანხმობის პირებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანხმობას აძლევენ, ერთდროულად აძლევენ სიმბოლურად 50 და 100 გექტარს. ეს რა არის? თუ არა ადამიანების დამცირება. ასევე საქმის წარმოების პერიოდში დურიკო ბაჟუნაიშვილის საქმის მასალებიც ნახავთ ვინმე, ანუ სახელმწიფო ქონების მართვის აგენტოს საჯარო ერთმა სხვისი მონაცემები გადააგზავნა კიდე. ეს ჩვენ ამოვიღეთ, გამოაშკარავეთ და ფაქტის წინაშე დავაყენეთ რეესტრის ხელმძღვანელობა და აჭარის რეესტრის ხელმძღვანელობას მივმართავ, რომ მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს და მეტი გულმოდგინება. დღეს ჩვენ გავასაჩივრეთ და ვითხოვთ დაკმაყოფილება. სხვა შემთხვევაში შესაძლებელი არის გარკვეული თანხმობის პირების სისხლისამართლების პასუხისგებაში მიცემის საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში. ვინაიდან არ მოგწონს, ვერ გუობთ, ვერანაირად ვერ შევეგუებით ესეთ დამცირებას ხალხო. ომის ვეტერანი, რომელიც დასახიჩრებული, დაინვალიდებული ადამიანია, ნახევარ საუკუნეზე მეტია ფლობს, საკუთრებაში გადაფორმებაზე უძრავი ქონების რეესტრი არ უნდა ეუნებოდეს რა. კეთილი უნდა ინებოს და მიიღეთ მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ რა ამ ქონებს. მეტი სათანადო გულისხმიერება შესაბამის თანხმობის პირებმა და კეთილი ინებეთ და საკუთრებაში გადაუფორმეთ ამ ადამიანს, რასაც ითხოვს.